გავდივართ რეჟიმისგან, რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების რთულ და მძიმე პროცესს, მაგრამ აქ ძალის მომცემია ამ საზოგადოების ერთობა. სტუდენტური საზოგადოების, პროფესორ-მასწავლებლების, საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთობა, რომელიც დღიდან პროტესტისა ქართველი ხალხის გვერდზე დგას. მე პირდაპირ მინდოდა მისვლა აქციაზე, მაგრამ სტუდენტებმა საკუთარმა ყოფილმა და მოქმედმა სტუდენტებმა არ მომწეს ამის საშუალება. ერთი ქურთუკი მაცია და ვესწრები იმ მარშს, სადაც მეკუთვნის. გუშინ ეს იყო ლიტერატორების, დღეს ეს არის სტუდენტური და აკადემიური სივრცის პროტესტი. ეს მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ეს არის ისტორიული ამბები, რომელიც შეუძლებელია ქართული ხალხის გამარჯვებით არ დასრულდეს და ჩვენ აი ამ პროცესის მონაწილენი ვართ და თქვენი გამარჯვებით ეს ყველას ბრძოლაა და თქვენ აჩვენებთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, რომ ამბის გაშუქება, ინფორმაციის მიტანა ადამიანებთან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ასეთი ტიპის დღევანდელ საქართველოში ყველაზე სარისკო საქმეა. ბატონო რატი აუცილებლად გითხავთ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. დღეს მან შოთა აროაძეს მაგალითად შესთავაზა დისკუსია, მოვიდნენ გვესაუბრონ, ხედავთ აზრს ოლიგარქის რეჟიმის მსახურებთან საუბრის? მათ ძალიან დიდი ხანია ყველა სადისკუსიო სივრცე მოაშთეს და მოსპეს ძალადობრივად, მოსპეს სისტემურად და ჩვენ ხედავთ ამ სისტემურ ძალადობას ადამიანების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ. ძალიან დიდი ხანია მათ ეს სადისკუსიო სივრცე და პოლიტიკური სივრცე, ცოცხალი პროცესები გააუქმეს. სწორედ ამის გამო ამდენი ადამიანი გამოსული ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩაში, რომ სრულიად დაკარგულია ნდობა რეჟიმისადმი, რეჟიმი რომელიც დგას ტყუილზე, დგას დეზინფორმაციაზე და დგას რობოკოპებზე. რაზე უნდა ვისაუბროთ? თუ შეიძლება მათთან რამეზე ვისაუბროთ, ეს არის დროზე და სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და დროზე და სასწრაფოდ დანიშნონ ახალი არჩევნები.